მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, საკმაოდ ხშირი თხოვნები მოდის თქვენგან, რომ შემოგთავაზე სასიყვარულო რიტუალები. ზოგს სურს ისეთი რიტუალი, რომ მოიზიდოს სიყვარული, იდეალური ქალი, მამაკაცი, soulmate-ი, ზოგს სურს, რომ უკვე არსებული ურთიერთობა უფრო გაამყაროს, მეტად ჰარმონიული გახადოს, დაიბრუნოს ურთიერთობაში ბნება, სიყვარული, სიხარული და ემოციები. ეს რიტუალი კეთდება ორივენაირად და ორივენაირად არის ძალიან ეფექტური, მიუხედავად მისი სიმარტივისა. და ეხლა ვთქვათ, რამისთვის რა დაგჭირდება. დაგჭირდება ტაროს დასტა. გამოდგება კლასიკურიც, მაგრამ მე მირჩევნია და უფრო კარგად მუშაობს ხოლმე, როცა ტაროს შეარჩევ სპეციალურად რიტუალისთვის, ანუ მისი ხასიათის მიხედვით. მაგალითად დღეს ავარჩიე ტარო Wheel of the Year ტარო ქვია, რომელიც არის ძალიან ლამაზი, ძალიან ჰარმონიული და ძალიან ბევრი ესეთი სიყვარულები არის შიგნით, ამიტომ ძალიან მომწონს ეს კარტი სასიყვარულო რიტუალებისთვის, ვისაც არ გაქვთ შეგიძლიათ მომწეროთ და შეიძინოთ. და ამ ტაროს დასტიდან ჩვენ დაგჭირდება შეყვარებულები, Lovers-ი, დაგჭირდება არკანი მზე, Sun და დაგჭირდება თუ მამაკაცი ატარებს რიტუალს იმპერატორი, თუ ქალი ატარებს რიტუალს, ანუ მოსაზიდად მამაკაცის იმპერატრიცა და თუ უკვე არსებულ ურთიერთობაზე ვაკეთებთ ამ რიტუალს უფრო გასამყარებლად, ჰარმონიზაციისთვის, სიყვარულის დასაბრუნებლად, ამ შემთხვევაში დაგჭირდება ორივე. ასევე დაგჭირდება ცეცხლგამძლე ჭურჭელი, რამე სანთლისთვის, დაგჭირდება წითელი სანთელი, დაგჭირდება ესეთი ჩხირი სანთელისთვის, დაგჭირდება დაფქული დარიჩინი. თუ ვაკეთებთ უკვე არსებული ურთიერთობის გასამყარებლად, ურთიერთობაში სიყვარულის და ჰარმონიის დასაბრუნებლად, ნების დასაბრუნებლად, მაშინ დაგჭირდება 2 ცალი დარიჩინის ფოთოლი, დაგჭირდება თაფლი, ეს ორივე რიტუალის შემთხვევაში. წითელი კალამი დაგჭირდება იმ შემთხვევაში, თუ ვიყენებთ დაფნის ფოთოლს და სიყვარულის ელიქსირი კარგი იქნებოდა თუ გაქვთ და ასანთი. და ასევე არ დაგავიწყდეთ, არ ვიცი ახლა ისმის თუ არა, ჩართეთ სასიყვარულო მანტრა თქვენი გემოვნებით და მას ასე ვალაგებთ, მაგალითად თუ ამ რიტუალს ვაკეთებთ უკვე არსებული ურთიერთობის გამყარებაზე, ჰარმონიზაციაზე, მეტი სიყვარული რომ იყოს ურთიერთობაში, მეტი ბედნიერება, მეტი სიხარული რომ მოიტანოს. გავაკეთოთ ეს ვარიანტი, ანუ თუ აკეთებთ მოსაზიდად, დებთ მხოლოდ ერთ არკანს, ხო? ანუ თავში ამ შემთხვევაში წვილისთვის ეს 2 არკანი და მარცხნივ შეყვარებულები, მარჯვნივ დავდოთ მზე. ავიღოთ სანთელი, რომელსაც ერთ მხარეს დავაწერთ სახელი გვარი, ჩვენი და მეორე მხარეს სახელი გვარი პარტნიორის, ხო? ვისთანაც ვართ ურთიერთობაში. თუ ურთიერთობაში არ ვართ და მოზიდვა გსურს, ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ სახელ და გვარს ვაწერთ ამ სანთელზე. და დავაწერთ ესეთ ჭურჭელზე, რომელიც იქნება ცეცხლგამძლე აუცილებლად და დაფნის ფოთოლზეც ერთგან ვაწერთ, ხო, ჩვენი მაგალითად, ხო, ქალის სახელი გვარი, დაბადების თარიღიც ასევე უკეთესი იქნება თუ მივაწერთ და კაცი, ესე დავწერთ, ხო, მამაკაცის სახელი გვარი. დავდეთ ესე და შემდეგ ვიღებთ დარიჩინს, ერთი კოვზი, აქეთ მხარეს, ჩვენი სახელი და გვარი წერია.
მეორე ცოტა ნაწილი. აქეთ მხარეს სადაც პარტნიორის სახელი და გვარი წერია. შემდეგ ვიღებთ თაფლს. და ვასხავთ ესე გვალად. სამჯერ შემოვატაროთ. და კარგი იქნება თუ გაქვთ სიყვარულის ელექსირი, ესეც ესე შეგვიძლია ზეთი, თუ არა გაქვთ შეგიძლიათ მომწეროთ, შეიძინოთ ჩემთან, მზადდება ინდივიდუალურად. 3 წვეთი დავასხათ სანთელსაც. და შემდეგ, როგორც გასწავლით ხოლმე, ვიწყებთ შელოცვას და ვიზუალიზაციას ერთად. თუ მაგალითად ვიზიდავთ სიყვარულს, ხო? ვანთებთ ჩვენს წითელ ულამაზეს სანთელს. და ვამბობთ, რომ მე ესა და ეს სახელი გვარი ხო, ვიზიდავ ჰარმონიულ სიყვარულს, ვიზიდავ მამაკაცს, რომელიც იქნება ესეთი, ვისთანაც მექნება ლამაზი, ჰარმონიული, სასიყვარულო, ხანგრძლივი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდება, შევქმნით ოჯახს და ასე შემდეგ ჩვენი სიტყვებით, ხო? თუ ურთიერთობაში ვართ, ხო? აქ ვიწყებთ, რომ მაგალითად მე ხო ესა და ეს სახელი დადუბალარ და ჩემი პარტნიორი ეს და ეს ხო ამის სახელი გვარი. ჩვენი ურთიერთობა გახდება მეტად ჰარმონიული. ჩვენ ურთიერთობაში იქნება მეტი სიყვარული. ჩვენი ურთიერთობაში იქნება მეტი ვნება, მეტი ბედნიერება. ჩვენი ურთიერთობა იქნება ისევე როგორც თავიდან, სიყვარულით, სიხარულით, ბედნიერებით, ღიმილით, სიცილით, საავსე და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი სიტყვებით ვამბობთ ამ ყველაფერს და რაც შეიძლება მეტხანს ვსაუბრობთ, ხო? ანუ როგორც გითხარით, თუ ვაკეთებთ ამას მხოლოდ მოსაზიდად, მაშინ ვამბობთ როგორ ადამიანს ვიზიდავთ, თუ ვაკეთებთ ხო არსებული ურთიერთობის შესანარჩუნებლად და იმ ურთიერთობაში სიყვარულის გასამყარებლად, გასაღვივებლად, ემოციების მეტი ყურადღების, ხო, ვამბობთ ამ ყველაფერს და რაც შეიძლება მეტი ვილაპარაკოთ, წარმოვიდგინოთ ეს პროცესი, ეს არის აუცილებელი ზოგადად რიტუალში და ზოგადად ნებისმიერ ყველაფერში, თუ არ წარმოგიდგენია საკუთარი გზა, იმ გზას ნამდვილად ვერ გაივლია. ამიტომ ყოველთვის როცა გვაქვს მიზანი, ამ მიზნამდე მიმართული გზა ყოველთვის უნდა ვიცოდეთ და ყოველთვის უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დაახლოებით როგორი შეიძლება იყოს. აქაც ზუსტად ვაკეთებთ ეგივეს, წარმოვიდგინოთ ეს ურთიერთობა როგორია, როგორ კარგად ვართ ურთიერთობაში, როგორ ვიცინით ერთად, როგორ შოპინგობთ ერთად, როგორ დავდივართ სადღაც რესტორანში, როგორ შედვართ ერთად, როგორ უყურებთ საღამოს ერთად კინოს, როგორ ვუღიმით ერთმანეთს და როგორ გვიყვარს ერთმანეთი. აი ეს ყველაფერი კარგად უნდა წარმოვიდგინოთ. შემდეგ დაველოდოთ ეს სანთელი აუცილებლად ბოლომდე უნდა ჩაიწვას. რო ჩაიწვება, რაც ამაშია, ყველაფერს იმას ვიღებთ, ვახვევთ პატარა წითელ ნაჭერში და თუ ერთად ცხოვრობთ, ძალიან კარგი იქნება, ანუ ამ ადამიანთან ერთად, ვისთანაც ერთად ურთიერთობის ჰარმონიზაცია გვინდა, ოთახში არსებული ქოთნის, ანუ ყვავილის ქოთანში თუ ჩავმარხავთ, თუ არა და სახლთან ახლოს ულამაზესი ხე ვნახოთ, რომელიც ყველაზე მეტად მოგვეწონება, ან ყვავილოვანი ბუჩქი და იმის ხის ქვეშ ჩავმარხოთ. ეს დანარჩენი არკანები შეგვიძლია ავიღოთ. დავაბრუნოთ ისევ ჩვენს დასტაში და დასტა ჩვეულებრივად გამოვიყენოთ ნებისმიერი გაშლისთვის ან რიტუალისთვის. არ დაგავიწყდეთ, რომ სამყაროში უფასო არაფერია, ნებისმიერი რიტუალი იქნება, მაგია იქნება თუ საკრალური ინფორმაციის გაცემა, ამას აუცილებლად ჭირდება ენერგიების ცვლა. ამიტომ გასწავლით ხოლმე ესეთ რამეს, რომ როცა გახვალთ ქუჩაში, როცა შეგხვდებათ უპატრონო ძაღლი, კატა, აუცილებლად დააპურეთ
გამოკვებეთ უპატრონო მშიერი ძაღლები, კატები და ამ დროს სამყაროს და მაგიას გადაუხადეთ დიდი მადლობა მუშაობისთვის და ეს იქნება თქვენი ენერგიების ცვლა. ასევე ენერგიების ცვლისთვის არ დაგავიწყდეთ დამოფოლოვოთ, არ დაგავიწყდეთ დაალაიქოთ ჩემი ვიდეო და გისურვებთ წარმატებას და ჰარმონიულ სიყვარულს.